და შევეხო თემას, შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ეს ფაქტია. ისტორიიდან ერთმა რომის იმპერატორმა გადასახადი დაადო ტუალეტებს. და მისმა შვილმა თქვა, როგორ შეიძლება მამაო, ასო სიცხვილიაო, ხო? ჭუჭყიანი ფულიაო და იმ იმპერატორმა უთხრა, რომ ფულსო სუნი არა აქვსო. აი იქიდან მოდის ეს ისა. ერთ სიტყვით რაზე მინდა საუბარი, აი ტუალეტები. აი დამოდგეთ ახლა მე ტურისტული კომპანია მაქვს და თბილისში საქართველოში ყოველთვის პრობლემა მქონდა. ჩამოვიდოდა ტურისტი ვიღაცას საზოგადოებიდან მოუნდებოდა საჭირო ოთახი და გზაზე რო არ იყო, შემყავდა ან რესტორანში, ან ვიღაცის შენობაში და იქ მე ეწყებოდა ქაჩვა, გამოკაჩვა, აქ რატომ შემოყავს ტუალეტი ის ხო არ არის და მთელი ამბები. ამ და ზოგჯერ მქონია შემთხვევა, რომ ეს ადამიანი მითქია პირდაპირ აი წადი ბუჩქებში გააკეთებ. გამოვიდგეთ ახლა ჩვენ ვისაც გვაქვს პრეტენზია მაგარი ქვეყანა ვართ. ტურისტული კომპანია რომელიც ამაყობს რომ ასეთი და ასეთია და მე უცბად ეუბნება რომ წადი ეგ ბუჩქებში მოისაქმე შენი საქმიანობა. აი ამერიკის გზებზე წარმოგიდგენიათ ხო როგორ არის დადიან გზებზე ამ დიდი ქვეყანაა და ყოველ 50-60 მაილში არის ასეთი პატარა ასეთი საჭირო ოთახები და წარმოგიდგენთ ადრე ეს იყო კერძო ვინც აქ ცხოვრობდა ახლო-მახლოს გააკეთეს ასე ტუალეტები და ამაში ართმევდნენ ფულს. მე ახლა ამერიკა რო ძლიერი ქვეყანა გახდა მთავრობა მაიყო ამათ ხელში და შიგნით არის აუცილებლად მომვლელი ვინც ამას წმინდავს და ძალიან კაი მდგომარეობაში არის. ეხლა რა ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოში გავაკეთოთ ახლა არის ესეთი შენობა რო აშენდეს დიდი 5000-6000 ლარი ადგილზე ადგილობრივი მოქალაქე ვინმე იქნება და მოულის იმას. აი ნახე ასე სუფთავია ხო ასეთი აქეთ მამაკაცებისა, აქეთ ქალების არის თქვათ რუკა, არის იყიდება პატარა ტურისტული წიგნები. უბრალოდ საქართველოში 50 თეთრის რო დაადოს ფასი. ეთი 100 კაცი ხომ აინჩევა. შევა. 100 50 ლარი ხო არის, 10-15 ხარჯებია, დანარჩენი მოგება. ჩვენ არ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. ეხლა მე ვეძებ აქ პიროვნებას ვინც აქ მუშაობს. რატომაც ახლა არ არის რომ დაველაპარაკო, მაგრამ აქ არის შენობები, აგე გარშემო პატარა დასაჯდომი ადგილებიც არის. ნუ ადამიანმა დაისვენოს. შეიძლება პატარა იქ საუზმე ან თქვათ იქ ბუტერბროდი ან პატარა რაღაცა მიირთვას და დაისვენოს გააგრძელოს გზა. ეხლა კახეთის გზაზე სუცარიელია ან არაფერი არ არის ამის და მაგვარი ხო? დასავლეთისკენ რომ მიდიხარ არ არის. გვაწყობს ასეთ რაღაცა? ჩემი აზრით გვაწყობს და ძალიან გამოგვადგება კიდევ ტურისტებიც კმაყოფილები იქნებიან, არა მარტო ტურისტები, არამედ ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობაც. მთავრობაში პატარა ფული შევა და დასახდება ადამიანები. ადრე მახსოვს საბჭოთა პერიოდში სუნით გძნობდი სად იყო ტუალეტი. ნებისმიერ შენობაში შეხვიდოდი ორგანიზაცია ინსტიტუტში თუ სადმე სუნით გძნობდი იმ ტუალეტს და რა ვიცი, ცუდი ამბავი არ არის. ჩემი აზრით ძალიან კაი ამბავია. გამოგვადგება? აუცილებლად გამოგვადგება.